შემოქმედებითი ადამიანები ვართ და შემოქმედი ადამიანის სული არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი აი იმით რაც დაწერა, რაც შექმნა, რაც გადაიღო, ეს გამოცდილი გაგშენდა და გამოცდილი მაქვს მე და მე არასოდეს არა ვარ კმაყოფილი, სულ მეტი და მეტი მინდა და სულ ფიქრობ ხოლმე რომ აი ამას შემდეგ ხანი რო გავა სხვანაირად გავაკეთებ და რაღაც და ღმერთო მაპატიე და ძალიან ისეთი უბედური ვიქნებოდი რა აი იქ როდესაც დავინახავ ჩემ წარუდგები ღმერთის წინაშე თუ ესეთივე შეგრძნება გამყვებოდა რომ აი უკმაყოფილო თუ წარუდგები იმიტომ რომ იცი რაღაცნაირად მაინც ღმერთის წინაშე რაღაცნაირად მაინც ვალმოხდილი უნდა წარდგე მე ესე მგონია ადამიანმა უნდა ირწმუნოს რომ ის რაც მან შექმნა ეს ღმერთს ამით მან ზიანი კი არ მიაყენა და ღმერთის მიერ შექმნილ საზოგადოებას ზიანი კი არ მიაყენა ის მან ხელი შეუწყო რაღაც სიკარგისაკენ წაეყვანა და რაღაცა კარგი შექმნა თორემ თუ ადამიანი იქნება სული განცდებში რომ ვერაც შევქმენი ის არ ვარ გაის ცუდია ის ძალიან დამსგუნველი იქნება ადამიანის ეს ერთ-ერთი ცოდვას მიმსგავსებულია ეს უკმაყოფილო ადამიანი